2013-2014 სასწავლო წლიდან სახელმძღვანელოები, რომლებიც აქამდე იყო საყიდელი, იქნება უფასო. განათლების სამინისტრო აპირებს უფასოდ დაურიგოს მოსწავლეებს ქართული გამომცემლობების კუთვნილი სახელმძღვანელოები. გამომცემლები მხარს უჭერენ სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას. თუმცა გამომცემლები აპროტესტებენ მათთვის ინტელექტუალური საკუთრების წართმევას. სახელმძღვანელოები გამომცემელთა ინტელექტუალური საკუთრებაა. მათი გამოცემის უფლება მკაცრი კონკურენციის პირობებში კონკურსის წესით მოიპოვეს. კონკურსს განათლების სამინისტრო ატარებდა. ინტელექტუალური საკუთრება ხელშეუვალია საქართველოს კონსტიტუცია. სამინისტრო გამომცემლობების გვერდისავლით სახელმძღვანელოების ბეჭდვას შაშკინის დროს გრიფირების წესში ჩამატებული მუხლის საფუძველზე ახორციელებს. ყველა გამომცემელს აღნიშნულ მუხლზე დათანხმება შაშკინის მუქარის გამო მოუწია. არ დათანხმდებით და ვერ მიიღებთ გრიფს, ასეთი იყო გაფრთხილება. შაშკინი გამომცემლებს დაპირდა, რომ ამ მუხლს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედებდა, თუ რომელიმე გამომცემელი ხელოვნურად შექმნიდა ბაზარზე წიგნის დეფიციტს. სახელმძღვანელოების დეფიციტი არ შექმნილა, შაშკინმა პირობა შეასრულა. შაშკინის ნაღმი მარგველაშვილმა ამოქმედა. მივმართე გამომცემლებმა და ავტორებმა სამინისტროს, რომ განეხილათ და რაღაცეთ ეს უკანონო არასამართლიანი მუხლი ამოსულიყო შაშკინის ბრძანებიდან. თქვენ გააკეთეთ ის, რომ შაშკინის ბრძანების ეს მუხლი აამუშავეთ. მადლობთ ამისთვის, ჩვენ ძალიან არ მოგწონდა ეს მუხლი და შაშკინის არ მოგწონდა ამის გამო, მაგრამ ხა თქვენ აამუშავეთ და ვერ გეტყვით, რომ ძალიან გიждები ახლა ამას. მარგველაშვილმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ არც თვითონ და არც მისი რომელიმე მოადგილე გამომცემლებს არ შეხვედრია. სამინისტრო არც 300-მდე ავტორის აზრით დაინტერესებულა. მუშაობდნენ სასკოლო სახელმძღვანელოებზე მხოლოდ. აქედან გამომდინარე შექმნილი იყო ტენდენცია ისეთი, რომ ან სახელმწიფოს, ისე ვთქვი, პირობითად დოტაციაზე, ან სახელმწიფოს უნდა ეკვება ეს გამომცემლები, რომლებიც შექმნილი იყო ამ მიმართულებით. ტყუილია. გამომცემლობები მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებს არ უშვებენ. სახელმწიფო არ კვებავდა გამომცემლებს. სახელმძღვანელოები შექმნილია გამომცემლობებისა და მათი ავტორების შრომით, მათი ენერგიით, მათი ინტელექტით, მათი ფულით, მათი 15-20 წლიანი გამოცდილებით. სამინისტროს ინიციატივა საკუთრების წართმევაა. მე ვიცი, რომ არსებობდა ფავორიტი გამომცემლობები, რომელსაც ისე ვთქვათ, ფარველობდა სახელმწიფო. ტყუილია. დღეისათვის სახელმძღვანელოებს გამოსცემს არა რამდენიმე ფავორიტი, არამედ 19 ქართული გამომცემლობა. 2 ლარიან წიგნებზე, რომლებსაც ყიდულობდნენ რეალურად 10 ლარად, სახელმძღვანელოს გამოცემა არ ჯდება 2 ლარი. თითოეული სახელმძღვანელოს ღირებულებაში შედის. ავტორის ჰონორარი საშუალოდ 1-2 ლარი, საგამომცემლო ხარჯი, აკრეფად დაკაბადონება, კორექტურა, რედაქტირება, დიზაინი, ხატვრობა, ფოტოების შეძენა, ადმინისტრირების ხარჯები და სხვა, საშუალოდ 50 თეთრიდან 2 ლარამდე. თითო წიგნზე გადასახადი გრიფირების კონკურსში მონაწილეობისათვის 1600 ლარი. გამომცემლობა ამ თანხას იხდის იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმძღვანელომ ვერ გაიარა კონკურსი. დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში სახელმძღვანელოების წარდგინებისთვის გაწეული ხარჯები. სასტამბო ხარჯი, საშუალოდ ლარნახევრიდან 10 ლარამდე. დამოკიდებულია სახელმძღვანელოს ტირაჟზე, მოცულობაზე, ფერთა რაოდენობაზე და ასე შემდეგ. სახელმწიფო გადასახადები. მთლიანობაში სახელმძღვანელოს თვითღირებულება საშუალოდ 3 ლარნახევრიდან 14 ლარამდე მერყეობს. სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის დროს დაწესდა სახელმძღვანელოს ღირებულების ზედაზღვარი 10 ლარი. წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში გამომცემლობას მოგების სახით რჩებოდა საშუალოდ 5-დან 20%-მდე. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს ის ლოგიკური მოგებაა, რომელიც ელემენტარული არსებობისთვის არის აუცილებელი. გასათვალისწინებელია, რომ გამომცემლობები ხშირად საქველმოქმედო და სარეკლამო მიზნებისთვის ათასობით სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის წიგნებს არიგებდნენ. მე 5 შვილი მყავს, 4 სკოლაში დადის, მიყოლებით კლასებში, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ, რომ უფროსი შვილის წიგნი უმცროს ძმას გამოეყენებინა და ეს კეთდებოდა ძალიან შეგნებულად, მიზანმიმართულად, რომ ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი ახალი წიგნი დაბეჭდილიყო. გასაგებია, რომ გამომცემლობებს, რომლებიც ამ წიგნებს ბეჭდავდა, აწყობდათ ეს. ტყუილი, ეს არ აწყობდა გამომცემლობას. ბოლო 9 წლის განმავლობაში განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების 4 კონკურსი ჩაატარა, რის გამოც ზარალდებოდა როგორც მშობელი, ისე გამომცემლობა, რომელსაც სახელმძღვანელოების რამდენჯერმე შეცვლის გამო
ათასობით ვადაგასული სახელმძღვანელო უსარგებლოდ რჩებოდა საწყობში. გამოსავალი: სახელმწიფომ გამომცემლობებისგან შეიძინოს მათი ინტელექტუალური საკუთრება გონივრულ ფასად და უფასოდ დაურიგოს მოსწავლეებს. სწორედ ასე იქცევა სახელმწიფო უცხოური გამომცემლობა მაკმილანის შემთხვევაში. ჩემთვის რიცხვი მილიონი, რომელსაც ჩვენ უხდით გამომცემლებს, სერიოზულად ჟღერს. 1 მილიონ ლარს განათლების სამინისტრო 17 ქართულ გამომცემლობასა და 300 ქართველ ავტორს ერთად უხდის. ისინი აცხადებენ, რომ 4 მილიონი წიგნი გვეჭდება. თუ ჩვენი გამომცემლობების 4 მილიონი წიგნი გვეჭდება და 1 მილიონს გვირიცხავენ ჩვენ გამომცემლებსა და ავტორებს ერთად, უბრალოდ არითმეტიკა გვიჩვენებს, რომ ერთ ეგზემპლარ წიგნში ისინი იხდიან 25 თეთრს. მაქსიმალური ისიც რომ არის 20% ავტორისა და გამოდის, რომ ერთ ეგზემპლარ წიგნში ავტორი მიიღებს ერთ თეთრს. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქართველი ავტორი 40-ჯერ ნაკლებ ჰონორარს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ უმუშევრად რჩება ათასობით ადამიანი. როდესაც სახელმწიფოს ეს ყველაფერი დაუჯდა ამ ეტაპზე 12 მილიონი ლარი, ეს პროექტი სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი არ უჯდება. როდესაც განაცხადა სამინისტრომ, რომ ამ საქმეს სჭირდება, ამ საქმისთვის საკმარისია 12 მილიონი ლარი, არ იქნა დათვლილი რეალურად ყველა ხარჯი. არ იქნება ეს თანხა საკმარისი იმისათვის, რომ წიგნები ამ თანხის ფარგლებში დარიგდეს უფასოდ. ნებისმიერ ქვეყანაში რომ აკრძალოს და დააწესო დიდი სასჯელი, მაგალითად ნარკოტიკების გაყიდვაზე, რა თქმა უნდა, ეს ნარკოდილერებს არ მოეწონებათ. ეხლა ძალიან ცუდი ერთი გამომცემლობები ნარკოდილერები არ არიან, ისინი წიგნებს ავრცელებენ. გამომცემლობა ბიზნესის კეთებაა. ბიზნესი არ არის დანაშაული. ბიზნესი ასულთმულებს ეკონომიკას. გამომცემლობები სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებენ. ხშირად ისეთებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში სახელმწიფო აფინანსებს. გამომცემლობები ხელს უწყობენ ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების წინსვლას. გამომცემლები წიგნის სიყვარულს ნერგავენ. სახელმწიფო ვალდებულია მოусმინოს გამომცემლობებს. გამომცემლები და გამომცემლები. აპირებდა რომ იჩივონ. ენდუკიძე, გამომცემლები. სახელმწიფო ვალდებულია მოусმინოს გამომცემლობებს.